ძალიან ხშირად ტელევიზორში უსმენ ხოლმე ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყანა. მე ვერ ვხედავ ძლიერი სოფლისთვის რომ ვინმე ფიქრობდეს. ესე იგი არც ქვეყნისთვის არ ფიქრობენ, ასე გამოდის, ხო სწორია? ყველა სოფელში გაიყვანეს გაზი, ჩუნჩხაში არ არის გაზი, მტენაში არ არის გაზი. აგერ შეშა დააკვირდით ერთი რა მდგომარეობაში ვარ, შეშას ვყიდულობ, მარცვალი მივიღე მოსავალი, კიდე კაია. რომ ესე იგი ღმერთმაც არ მიმტყუნა. მოსავალი მივიღე და გავცვალევი შეშაზე. სკოლა არ ვარ. 1922 წელშია მიწური შენობა აშენებული. პატარა სოფელი რო ალბათ იმიტომ არავის არ ჭირდება. მოსახლეობა ნაკლებია. ჩამოვიდეს რომელღაც პარტია და გვითხრას რომ აი ჩვენ ამას გავაკეთებთ, სიამოვნებით მივცემთ იმას ხმას. და მე ამის გამკეთებელი რაღაც არავინ არ მეგულება, სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ არავინ არ მოდის სოფელში.